Ida ვიმეორებ მეგობრებო, მე ბავშვისთვის ნაჯახი არ ჩამიიწია და არცელავის არ ჩაუყრია. ეკაცი არის სამკურნალო. ლაპარაკიც არ იცის, ვიღაცები ეხმარებიან გვერდით თუ დგა, გამოაფხიზოთ ეგ ადამიანი. მე არაფერს არ ავჩივი ვარ, არაფერს არ ვაკეთებ. უბრალოდ ყველა საინტერესებს ჩემს თანაკოლეგებს, ფანებს, ამიყვანენ იურის, ძალიან ძლიერ ადვოკატებს, ჩართულია მთელი კრიმინალური პოლიცია ჩემს გვერდით ადგა, გაერთიანებული ძალებით, ცილისწამებელი, ვინც ცის დასწამებს ადამიანს, ის აუცილებლად აგებს უზენაესი სასამართლოს წინაშე. მე მინდა ვაღიარო ჩემი ალალი გულით, რომ მე ბავშვისთვის ნაჯახი არ ჩამირთხია. არც საყვარლები არ ამყოლია. არც არავისგან მე ვიყავი პათოლოგი შიზოფრენიანი ასლან ალადაშვილის ოჯახში. ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, მუშტებით მხედქა, ითვრებოდა, მივარდებოდა, თმები დამითხრევდა, მლანძღავდა, თხათხავდა. ბავშვი ლოგიში მეცინა და იქა ყვიროდა. მე ვიყავი ხალხო ძალადობის მსხვერპლი. 3 თავშემაკავებელი აქვს ასლან ალადაშვილს. მიბარებენ უკვე ტელევიზიებში. გაჟღერდება ხვალიდან ჩემი ინფორმაცია. სრულ ჭეშმარიტებას მოისმენს საქართველო.